დილამშვიდობის მეგობრებო. ეხლა 8 საათია. როგორც ხედავთ, ვიმყოფები ქუთაისის აეროპორტში, მივდივარ კვიპროსის მიმართულებით. კვიპროსში ეს ჩემი პირველი ვიზიტი არ არის, ამიტომ ადგილობრივ ლოკაციებს საკმაოდ კარგად ვიცნობ. შევეცდები გაგაცნოთ ისეთი ლოკაციები, რომლებიც შეიძლება ნანახი არ გქონდეთ და ასე ვთქვათ, უეჭველი უნდა ნახოთ. გამომყევით. ჩამოვედით კვიპროსში. ყველაზე რთული რაც არის ხოლმე კვიპროსში არის მანქანის ქირაობა. მე ყოველ წელს, როდესაც ჩამოვდივარ, აი ამ კომპანიაში ვქირავებ მანქანას. საკონტაქტო დეტალებს აუცილებლად მივხვდებ და შეგიძლიათ თქვენ შეეხმიანოთ. ამ სეზონზე 30 ევროთ ვიქირავეთ ერთი დღე. პლუსი არის ის, რომ არ ითხოვენ დეპოზიტს და მოკლედ ძალიან მარტივად შეგიძლიათ იქირავოთ მანქანა. როგორც გითხარით, მოკლედ ვიქირავე ეს მანქანა, ასევე ჩვენ ვიქირავეთ აი კიდევ ის მანქანა. ორივე არის Nissan Note-ი, საკმაოდ კარგ მდგომარეობაშია, ფასი უკვე გითხარით, ამოვანათებთ, რა ეღირება. ხო, ეხლა სად ვიმყოფებით? ოკეანია Bay Village. ეს უბრალოდ სასტუმრო არა, ეს არის უფრო კომპლექსი. ეხლა რატო ვიქირავეთ ეს ადგილი? იმიტომ ვიქირავეთ, რომ ერთ-ერთი მთავარი იყო ფასი, ძალიან კარგი ფასი იყო. ფასის გარდა არის, აუზი აქვს, ასევე შიდა აუზი აქვს საუნაც და ბევრი უპირატესობა აქვს, რაც შეიძლება ესეთ ლოკაციას ჰქონდეს. გარდა ამისა არის ბევრი ლოკაციები, მოკლედ როგორც ხედავთ, დიდი კომპლექსი არის საკმაოდ. და პარკინგის პრობლემა არ არის, თან ვაჩვენოთ ლოკაცია თვითონ აი აქეთ ხარეს რა. მოკლედ არ არის ძალიან დასახლებული ადგილი მაინც და მაინც. შესაბამისად მოძრაობაც იოლია, გადაადგილებას გულისხმობ უშუალოდ. პლუსი არის ის, რომ მაგისტრალთან ვარ ძალიან ახლოს და რაც ძალიან მოსახერხებელია, ვართ აიანაპასა და ლიმასოლ ლარნაკაითი მხარეს, ანუ შუაში ვართ. და ეს გადაადგილების სიმარტივეს გვიქმნის და ზემოთ ჩრდილოეთის მხარეს გვაქვს დედაქალაქი. ნიქოზია. მოკლედ ძალიან მოსახერხებელი ადგილია, ამიტომ ჩამოვედით. ამ ლოკაციასაც აუპინავთ, თუ იმას დაგაინტერესებთ, დამიწერეთ კომენტარებში და გაგიზიარებთ, ისევე როგორც გაქირავების სერვის მანქანების, პრობლემა არ არის, დაგეხმარებით. ხო, ეხლა ჩვენ ვაპირებთ დღეს გვაქვს ესეთი გეგმა, რომ მინდა წავიდე შოპინგ მოლში, მერე გამოვიდეთ რამოდენიმე საინტერესო ლოკაციაზე. და საღამოს გავალთ სანაპიროზე, ალბათ აიანაპასკენ სავარაუდოდ. ამასაც გაჩვენებთ. მოკლედ ახლა ჩამოვედით ლარნაკაში. მივდივართ შოპინგისთვის, იმიტომ რომ ძალიან ცხელა ახლა და ჯერ მზეზე გასვლა არ არის რეკომენდირებული. თქვენს გირჩევთ, რომ გაითვალისწინოთ მზის ინტენსივობა, როდესაც არის, მოკლედ მაგ პერიოდში არ არის რეკომენდირებული გასვლა, თორე აუცილებლად დაიწვევით. ეხლა მივდივართ ერთ-ერთ დიდ შოპინგ მოლში, რაღაცეების ყიდვა გვინდა მოკლედ და მე საღამოს დავბრუნდებით აიანაპას მიმართულებით ერთ-ერთ პლაჟზე. ეხლა მივდივართ მეტროპოლის მოლში. რამოდენიმე სიტყვით მინდა მე თქვა მოძრაობასთან დაკავშირებით. მოძრაობა არის აქ მარცხენა მოძრაობა, მარცხენა მხარის მოძრაობა, როგორც ბრიტანული სტილია მოკლედ. მოძრაობა რთული არ არის ქალაქში გადაადგილება, იმიტომ რომ მაქსიმალურად ცდილობს ყველა რომ დაიცვას წესები, ყველგან არის ნიშნები, მაქსიმალურად უსაფრთხოდ ხარ. ზოგიერთი მდგომარეობის შეიძლება პრობლემას წარმოადგენდეს, ჩემთვის მაგალითად საერთოდ წარმოადგენს პრობლემას, მარჯვენა საჭიანი მანქანებია, თითქმის ყველა რას შეგიძლია აქ იქირავო. რაც შეეხება დაქირავებას, გადაადგილებას,
ესე იგი ჩვენი ლოკაცია ახლა წამოსულიყავით გადავამოწმე Bolt-ზე, ანუ Bolt-ის აპლიკაცია მუშაობს აქ ჩვეულებრივი, სადღაც 30 евро იყო დაახლოებით გადაადგილება. მანქანით ბევრად ნაკლები, ალბათ რა ვიცი, ალბათ 3 ევროს ბენზინის დაწოდა მაქსიმუმ 3-4 евро. ამიტომ არის რეკომენდირებული, როდესაც ჩამოდიხართ კვიპროსზე, ყოველთვის იქირავთ მანქანა, საკუთარი მანქანა. ამისთვის დაგჭირდებათ, რომ საერთაშორისო მართვის მოწმობა უნდა გქონდეთ აღებული, რომელიც ძალიან მარტივად შეგიძლიათ აიღოთ სერვისების განვითარების სააგენტოში, 150 თუ 130 ლარი ჭირდება, ზუსტად არ მახსოვს, ამოვანეთებ ამასაც მოძებნი, მოძრაობის სიმარტივეს და პლუს კომფორტულიც არის ქალაქში გადაადგილება. იქით უნდა წავიდე, ხო, ეხლა? მოვედით მეტროპოლის მოლში. იქიდან გამომდინარე, რომ ტურისტული სეზონია, გადატვირთულია მოძრაობა და ხედავთ პარკინგის ადგილის პოვნა ჩვენს გაგვიჭირდა. პარკინგი არის აქ უფასო. შემოვით უკვე მოლში. აქ ყველა ბრენდია, რაც შეიძლება დაგაინტერესოთ. დეტალებზე და ფასებს ახლა არ გავივლი, იმიტომ რომ რთული იქნება და ძალიან გაიწელება ვიდეო. უბრალოდ იცოდეთ, რომ ეს არის ადგილი, სადაც ყველანაირი მაღაზია და შეგიძლიათ ყველანაირი ინტერესის და სურვილის მქონე ადამიანი მოხვიდეთ. მათ შორის არის იქეთ სხვადასხვანაირი საჭმელებიც, ასევე გასართობი სივრცე არის იქეთ, როგორც ბავშვებისთვის, ასევე ზრდასრული ადამიანებისთვის. აქეთ არის შოპინგ მოლები. კარგით, გავუყვები, ახლა რამოდენიმე კიდევ მექნება, რამოდენიმე ადგილს კიდევ გაჩვენებ, თუ რამე საინტერესო იქნება. თუ არა პირდაპირ პლაჟიდან ჩაგერთვებით. ამ პერიოდში აქ შოპინგი არის ყველაზე მომგებიანი, იმიტომ რომ სადღაც 50-დან 70%-ამდე, ან უფრო მეტი არის ფასდაკლებები. საკმაოდ მომგებიანია, გამეთანხმებით. ჩვენ ვიდივართ ახლა აიანაპაზე, რომელიც არის ერთ-ერთი საუკეთესო ლოკაცია ტურისტული მიმართულებით, ყველა ამან მიდის თითქმის რა. ძალიან ისეთი ბანალური ადგილია, მაგრამ ისეთი არა, რაც უნდა ნახო, უნდა იყო ნახო. ეხლა მოვედით აიანაპა ჰარბორზე. აქ მინდა ავიღოთ ჩვენი იახტა რა. ერთი ქართველი ნახეთ, რომელმაც ძალიან კარგ ფასად მოგვაქირავა. კონტაქტებსაც ვისაც გინდათ ჩაგიგდებთ, დამიწერეთ კომენტარებში. ხო, Red Bull არ გვასპონსორებს. მაგრამ შეგვიძლია შესაძლებელია დაგვირეკოთ. პრობლემა არ იქნება. ძალიან გვიყვარს. ხო, ეს არის მოკლედ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ხალხმრავალი პლაჟი მაგ მიმართულებით, ვისაც კრუიზ ტურები გაინტერესებთ. როგორც ხედავთ, არის საკმაოდ დიდი სივრცე მაგისთვის. შევდივართ, ჩვენი მეგობრები უკვე ასულები არიან, ეს არის ჩვენი იახტა, მოკლედ რომელიც ვიქირავეთ და შევიდეთ ნელა. ჩვენც უკან ხედავთ სიყვარულის ხიდს და ეს არის ზღვის გამოქვაბულები, რომლებსაც ძალიან ლამაზი სტრუქტურა აქვს.
იახტასთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო ადამიანი გავიცანი, ბატონი სულხანი, რომელსაც როგორც აღმოჩნდა, აქვს აქ კომპანია, რომელიც უშუალოდ აქირავებს გავს სერვისებს, რაც გაჩვენეთ, გასეირნება არაჩვეულებრივ ადგილებზე და მაქსიმალურად ცდილობს, რომ აი შექმნას კომფორტი. ორი სიტყვით რო გითხრათ, მოკლედ, როგორ რა კომპანია გვაქვს? მადლობა რომ ისარგებლეთ ჩვენი სერვისით პირველ რიგში. ჩვენ გვაქვს იახტების ქირაობის ყველაზე დიდი ბაზა კიპრში, თავაზობთ 70 იახტას და მეტს საქირაებად ინდივიდუალურ ყურით. კონკრეტულად მე ვიმყოფები აიანაპის ნავსადგურში. და თუ გაინტერესებს სხვა ქალაქებში, შეგვიძლია შემოგთავაზოთ სხვა ქალაქებში. ამით ჩვენი პლატფორმა მოიცავს აბსოლუტურად მთლიან კიპრს, დაწყებული აიანაპიდან დამთავრებული ლაჩის ნავსადგურამდე. ძალიან მაგარია. დიდი ხანია ხო ალბათ? მე ვიმყოფები კიპრში 12 წელია. ამ კომპანიაში ვმუშაობ კერძოდ 12 წელი, პლუს მაგას ვაპირებთ ჩვენ განვითარებას, უფრო ალბათ ონლაინისკენ გადავინაცვლებთ, იმიტომ რომ ყველაფერი მიდის ონლაინისკენ და ნახოთ, ალბათ გამოგვივა ეს ვფიქრობ. ჩვენ კიდევ რაც შეეხება ქართველებს, მობრძანდით, ჩამოდით, ძალიან საინტერესოა. ალბათ მოგიყვებიან შემდეგ ბლოგშიც. თუ რამე გაინტერესებს სხვა კუთხითაც დახმარება ან კონსულტაცია, შეგვიძლიათ ნებისმიერ საკითხზე მოხვიდეთ, მომმართოთ და დაგეხმარებით, დაგაკვალიანებთ და მოხარულები ვიქნებით, რაც უფრო მეტი ქართველი ჩამოვა და ქართველი ტურისტი იქნება კიპრში. კი ბატონო, გაიხარეთ. საკონტაქტოს აუცილებლად მიუთითებთ, ვისაც დაგაინტერესებთ დამატებით შეკითხვები კომენტარში და საღამოს ერთ-ერთი საუკეთესო ლოკაცია, სადაც შეგიძლიათ მოხვიდეთ, არის პროტარასი. პროტარასი არის მოკლედ როგორც ხედავთ კლუბებისგან, მაღაზიებისგან, რაღაც სუვენირების მაღაზიებია და სხვადასხვა რაღაცები, მაგრამ ძირითადად აქ არის გართობა რა. თითქმის ყველა ლოკაციაზე აი აქეთ აჩვენებ, შეიძლება ან ბარი და სხვადასხვა გასართობი ობიექტებია, რომლებიც პლუსი არის ის, რომ მუშაობს გვიანობამდე, საკმაოდ გვიანობამდე. არის ხალხმრავალი ადგილი და ეს არის ძალიან დიდი პლუსი ამ ლოკაციისთვის, იმიტომ რომ რეალურად საღამოს თითქმის ყველაფერი იძინებს და ეს არის ერთ-ერთი ქუჩა, მოკლედ, სადაც შეგიძლიათ მოხვიდეთ და გაერთოთ. ყველანაირი ინტერესის ადამიანს შეუძლია რაღაც თავისი გასართობი იყოს, როგორც არის შოპინგი და სხვა ატრაქციები, მათ შორის კარგი კლუბები, სასმელი და ასე შემდეგ. ეს არის მტირო. თბილისში კიდევ რა თქმა უნდა, მაგრამ ეკოსზე ირო აჭამო, არაფერი არ შეიძლება. ხო, მე ავიღე соуსის გარეშე, იმიტომ რომ соуსი არ მიყვარს არანაირი ფორმით. გავსინჯავ და გეტყვით რა eta ამათ ისქია მასა. ხო, ძალიან ნორმალურია, უბრალოდ ხალხის გემო არის არეული, ბევრი ხალხი ნახე და მაგითო არა. საერთო ჯამში კარგია. აი ჩვენ ახლა ვიმყოფებით სკულპტურების პარკში, რომელიც არის ახალი გახსნილი, აიანაპასთან ძალიან ახლოს არის ღია მუზეუმი, შესვლა უფასოა ყველასთვის, არის წარმოდგენილი სხვადასხვა ქვეყნის მოქანდაკეების ნამუშევრები, მათ შორის საქართველოს. სხვადასხვა ლოკაციებთან აიანაპასი ძალიან ახლოს არის არაჩვეულებრივი ხედი და რა ვიცი, გირჩევთ ყველას რომ მოხვიდეთ და ნახოთ.
ძალიან საინტერესო რაღაც გადახვდა და რო არ მომეყოლა უბრალოდ არ შემეძლო. ესე იგი მოვდიოდით პარკის ამოსასვლელთან, დააფიქსირე ლოკაცია, პარკის ამოსასვლელთან ამოვედით მოკლედ და ქართული მუსიკის ხმა მესმის რა, ანუ ქართული მუსიკები აქვს ჩართული ვიღაც და დავაკვირდით გარემოს და ორნამენტებს. მოდი აქეთ და ესე იგი ვაზი იყო რა და რაღაც ქართული რაღაცეები იყო რა მოკლედ რა და ის თემა გქონდა რომ სადაც ქართველია იქ ღვინო უნდა იყოს უეჭველი ხო და მოკლედ ეს რაღაცა მივედით არაჩვეულებრივი ადამიანი გავიცანით რომელიც ამ წუთას აი ეს ნამუშევრები მათ შორის კასრი და სხვადასხვა რაღაც ეს ძალიან ლამაზია ეს მომეწონა თვითონ ამიხსნა ხა გავესაუბრებით მოკლედ აქ ეს ხმება წყალი დოქიდან და ესე ტრიალებს რა ძალიან საინტერესო რაღაცებს აკეთებს ეს ადამიანი ეს არის ალექსანდრ ბაიბურდისი რომელსაც ნუ ქართული ფესვები აქვს 7 წელი აქვს ხორობო და ძალიან საინტერესო რაღაცებს აკეთებს რა ეს ადამიანი წამოვყევი მათ შორის ეს და იქით აქვს დაუსრულებელი რამოდენიმე ქანდაკება რომელზეც ეხლა უშუალოდ მუშაობს აი ესეთია მოკლედ რაღაც ნიშნობის ბეჭდისავით არის კაცი და ქალი. იმას თითი აქვს გამოწეული, ეს სავარაუდოდ ბეჭედი იქნება დასრულებულ ვარიანტში. სოციალურ ქსელში აქვს ამ ადამიანს თავისი პროფილი. ჩავდებთ აღწერაში. რა ვიცი, ნახეთ, დაგაინტერესეთ, ძალიან საინტერესო ნამუშევრები აქვს, რაც გვაჩვენა. ჩვენ კი გავაგრძელოთ მოგზაურობა. მოვედით აიანაპას სიყვარულის ხიდთან. აღსანიშნავია რომ კვიპროსზე სიყვარულის ხიდი ესე დასახელებით რამდენიმე ლოკაციაზე არის კიდევ. მაგრამ აიანაპაზე მონუმენტების პარკის ქვემოთ არის ეს სიყვარულის ხიდი, რომელიც ძალიან ლამაზია და ბევრი წყვილი სტუმრობს და არა მხოლოდ წყვილი, ფოტოების გადასაღებად აქვს. ლავ ბრიჯიდან, ანუ სიყვარულის ხიდიდან დაახლოებით 5 წუთის სავალზე არის გამოქვაბულების, მოკლედ sea caves ესე ქვია. ზღვის გამოქვაბულები. რომელიც არის ძალიან პოპულარული ტურისტული ატრაქცია, ხალხის რაოდენობითაც შეგიძლიათ რომ გაჩვენო რა პროსტა რამდენი ხალხია. ხო. მოკლედ ჩავალთ ეხლა ქვემოთ. აქედან არის შესასვლელი, რომელიც არც ერთულია და რა ვიცი, ყველას გიჩვენებთ რომ ჩახვიდეთ. ეხლა ჩავალთ და მიხვდებით რატომ უნდა ჩახვიდეთ აუცილებლად და ნახოთ ის ადგილი. ისე აქედან ბანაობს ხალხი ჩვეულებრივად ხტებიან ზღვაში პირდაპირ საკმაოდ მაღალია ალბათ 6 მეტრი მაინც იქნება მინიმუმ. მაგრამ ნუ ვიღაცებს აქვთ მაგის უნარი რომ აქედან ჩახტნენ რომელ კონტენტსაც მე ვერ შემოგთავაზებ სამწუხაროდ ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში. კარგი, მოკლედ ხა ჩავალთ და გაჩვენებთ იქ რა ხდება დავლა გამოქვაბულში. მოკლედ ეს არის ყველაზე ცნობილი ადგილი sea caves. პოპულარია და ამას sea caves. ამაზეც ლოკაცია აქ საბანაოებს მოკლიან როგორც მონიტორებია ვიდახის წყალში. ეს საკმაოდ საინტერესო ტურისტული ატრაქცია არის და შეხვედრას ერთ-ერთ გამოქვაბულში შემოდა არის შემოსასვლელი რაც საკმაოდ მარტივია და რა ვიცი შეხვედრას რა ამაქვს. ეხლა ვიმყოფებით კვიპროსის დედაქალაქი ნიქოზიაში. ეს არის ლენდრას ქუჩა, რომელიც არის გამშვები პუნქტი, საზღვარი, ერთგვარი. აი იქიდან ხარეს თქვენ ხედავთ. აჩვენე, აქეთ არის გამშვები პუნქტი უკვე, საიდანაც გადავალთ თურქეთის მხარეს და იქ გავაგრძელებთ ჩაწერას. საზღვარი გადმოვკვეთეთ უკვე აქ ალბათ ხმითაც მიხვდებით უკვე თურქეთის მხარეს ვართ. ეს არის შესასვლელი ჩვეულებრივი და მოკლედ აქ დავათვალიერებთ რაღაცებს, რომლებიც არის
თურქეთის მხარეს რაღაც ღირსშესანიშნაობები არის, რომლებიც საკმაოდ ლამაზია სიმართლე ამ მხარეს მეც პირველად ვარ, არ გამოსულა რა მხარეს. ზუსტად დასასვენებლად ჩამოდივარ ხოლმე და ამიტომ მიწევს თურქეთის, კვიპროსის სამხრეთ მხარეში ყოფნა ძირითადად და სანაპიროებზე. თურქეთის მხარეს ვარ პირველად. ერთი საინტერესო ლაიფჰაკი გადმოხვალთ თუ არა საზღვარზე არის იქ საინფორმაციო ცენტრი, სადაც შეგიძლიათ აიღოთ ესეთი ტურისტული რუკა, სადაც დეტალურად არის ახსნილი ყველაფერი, დასურათებულიც არის და ძალიან მარტივია გასაგებად, ანუ არ გჭირდებათ რაღაც ზედმეტი რაღაცების მოძებნა, უბრალოდ მიყვებით ტურისტულ რუკას და ეს მარტივად ნახავთ აქაურობას. დასრულდა კვიპროსის მოგზაურობა. ეხლა არის 6 საათი დაახლოებით, რამ ძალიან მალე გვექნება უკვე ჩასვლამა. რა მინდოდა რომ გამეზიარებინა ეს შეჯამებისთვის რა. პირველ რიგში მინდოდა ის რომ ლოკაციასთან დაკავშირებით მინდოდა მეთქვა, ჩვენ რა ლოკაციაზეც ვიყავით, ეს იყო ლარნაკასთან ახლოს, მაგრამ მე გირჩევდით რომ თუ დასასვენებლად მოდიხართ, აუცილებლად აიღეთ აიანაპას მხარე ან პარალიმის მხარე. იმიტომ რომ მანდ უფრო ბევრი ხალხია, ბევრი რაღაცები ხდება და გადაადგილება გვიწევდა ძალიან ხშირად და როდესაც ისვენება, ანუ თუნდაც დალევა რაღაცა, ანუ საჭესთან ვერ დაждები მე. და ამიტომ გირჩევდით რომ ესეთი ტურისტულ ადგილას აიღოთ, სანაპიროებიც უკეთესია ბევრად მან. და ზოგადად სიტუაცია არის კარგი. მანქანასთან დაკავშირებით მინდოდა კიდევ ერთი რჩევა მომეცა რომ კარგად შეამოწმეთ მანქანა აუცილებლად. ასევე შეამოწმეთ აუცილებლად ბენზინის მდგომარეობა, ანუ იმიტომ რომ იღებ მთლიან სავსე-ბაკს და აბარებ სავსე-ბაკს. ძირითადი ეს იყო, ასევე სანაპიროებს რაღაცებს გაგიზიარებთ კომენტარებში თუ დაგაინტერესებთ ვინმეს კონკრეტულ ლოკაციებზე. საერთო ჯამში ძალიან საინტერესო და ისეთი კარგად დავისვენეთ რა. რა ვიცი, გირჩევდით ყველას კვიპროს ამ სეზონზე, განსაკუთრებით უკეთესია ხოლმე ივნისისკენ, მაისი-ივნისისკენ ნაკლებად ცხელა და გადატვირთულიც ნაკლებად არის რა. სულ ეს იყო მოკლედ, რაც შეეხება გათამაშებას, მე როგორც ვთქვი, ყველა ვიდეოში მექნება რაღაც გათამაშება. ამ გათამაშებაში ასე ვიფიქრე, რომ იქიდან გამომდინარე ტურისტული მიმართულება იყო და ეს პირველი ვლოგი იყო ჩემი ტურისტული მიმართულება, ან მოგზაურობის კუთხით რა. მინდა რომ რაღაც ცოტა ისეთი გავათამაშო, რაც ტურიზმთან არის დაკავშირებული რა. და ვიფიქრე ესეთი ძალიან საინტერესო იქნებოდა სათვალე, smart სათვალე. გავათამაშოთ, რომელიც მოკლედ გათამაშდება იგივე სისტემით.
გათამაშება ჩატარდება ჩვეულ რეჟიმში, იქნება ზუსტად ვიდეოს დადებიდან ერთ კვირაში, ლაივ რეჟიმში. კომენტარებით იქნება კომენტარებით გამოვლინდება გამარჯვებული. და გვექნება ესეთი რაღაც, დაწერ კომენტარს, აუცილებლად უნდა გქონდეთ დაწერილი კომენტარი, გამოწერილი ჩემი არხი და სულ ეს არის. ესე მარტივად. დაგემშვიდობებით ახლა უკვე იწყება ჩვენი ჩასხდომა და შემდეგ ვიდეო მშვიდობებით.